მოსალოდნელია გრავიტაციული ტალღების ახალი თაობის ობსერვატორიების გამოჩენაც, რადგან უკვე არსებულების მუდმივი განახლება შეუძლებელია. ასეთი პროექტები მუშავდება ევროპაში, როგორიცაა აინშტაინის ტელესკოპი და ამერიკის შეერთებულ შტატებში Cosmic Explorer-ი. გამორჩეულია შავი ხვრელების მოვლენათა ჰორიზონტის უშუალო სიახლოვეს მდებარე სივრცეების შესწავლა. დიდი ზომის დანადგარების ჩამონათვალი კვადრატულ კილომეტრიანი მასივის SCAS რადიოტელესკოპთა სისტემის მეგაპროექტით შეიძლება დავასრულოთ. მისი ნახევარი ავსტრალიაში იქნება, ნახევარი სამხრეთ აფრიკაში. სისტემამ დაკვირვება 2020-იანი წლების ბოლოს უნდა დაიწყოს. ასეთ პროექტს მრავალი განსხვავებული ამოცანა აქვს. მათ შორისაა კოსმოლოგია, სხვადასხვა წყაროების შესწავლა, რომლებიც დაკავშირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავებთან, მათ შორის სწრაფი რადიოანთებები და მრავალი სხვა. ვინ იცის, პირველად იქნებ სწორედ SCAM დაარეგისტრიროს არამიწერი ცივილიზაციების სიგნალები. სიაში შეიძლება შევიყვანოთ NASA-ს Nancy Grace რომანის კოსმოსური ტელესკოპის პროექტი, რომელიც ექსპლუატაციაში 2027 წელს უნდა შევიდეს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი არიელი 2029 წელს ამოქმედდება. ის ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შეისწავლის. იწყება გამოსხივების ასტრონომიაში უდიდესი კომპლექსის მშენებლობა, ჩერენკოვის ტელესკოპების მასივის პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ჩერენკოვის გამოსხივებას დააგვირდება. იგეგმება დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპების აშენება თვარის უხილავ მხარეზე. განიხილება მისია ვენერაზე, მისი ატმოსფეროს შესასწავლად და იქ სიცოცხლის არსებობის შესახებ ჰიპოთეზის შესამოწმებლად. სიის გაგრძელება შეიძლება და ყველა ამ ხელსაწყოს შეუძლია ახალი და საინტერესო ამავდროულად მოულოდნელი აღმოჩენების მოწოდება. რეალისტურად რა მონოდინები შეიძლება გქონდეს უშუალოდ კოსმოსის კვლევის ნაწილში. პირველ რიგში ბნელი მატერიის ნაწილაკების რეგისტრაცია. ეს ის ნაწილაკებია, რომლებიც ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტულ მოდელში ვერ ეწოდება. ამ ნაწილაკებისგან შედგება ეგრეთ წოდებული ბნელი მატერია, უცნობი სუბსტანცია, რომელზეც სხვადასხვა ვარაუდით სამყაროს მასის 24% მოდის. თეორეტიკოსებს ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი იდეა აქვთ და ექსპერიმენტატორები და დამკვირვებლები 10 წლეულების განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ რაიმეს გარკვევას ამ ნაწილაკების შესახებ. ამიტომაც უწოდეს მოუხელთებელი ბნელი მატერია. ბოლოს კი რელიქტური გამოსხივების შესახებ ვისაუბრებ. ეს არის მიკროტალღური ფონი, რომელიც ცხელი სამყაროს ეპოქიდან დარჩა. პირველად ინფლაციის სტადიის კვლევები ამ გამოსხივებაზე შეიძლება იყოს აღბეჭდილი. თანამედროვე წარმოდგენებით ჩვენი სამყაროს დაბადება უკიდურესად მცირე ხანგრძლივობის ფაზიდან დაიწყო, როცა მისი ზომა ზესიჩქარით გაფართოებით მრავალჯერადად გაიზარდა. მხოლოდ ამის მერე შეივსო ის ცხელი მატერიით. მოხდა ეგრეთ წოდებული დიდი აფეთქება.